თავდაცვის მინისტრი გვარწმუნებს, რომ პოლიტიკური ნიშნით უწყებიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და ეს იყო უბრალოდ რეორგანიზაცია, თუმცა აქ ერთი საეჭვო გარემოებაა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ რამდენიმე დეპარტამენტი სრულიად გაუქმდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ღიად დააფიქსირებს ბოლო თვეების განმავლობაში პოზიციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა თავდაცვის სამინისტროში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ღიად პოზიციები არ დაუფიქსირებიათ. სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ აღადგინონ დეპარტამენტები და დანიშნონ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნებისთვის მისაღები კანდიდატები იქნებიან. თქვენი უწყების თანამშრომლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხდება მათი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მათ შორის სტრატკომის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ღიად გამოხატა პოზიცია სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ისინი თავისუფლებია, ვინც პეტიციაზე არიან ხელმომწერი, ბატონო ირაკლი. სწორი ინფორმაცია. მაშინ განგვიმარტეთ სწორი რა არის. რომლებიც გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდა, შესაბამისად გარკვეული ადამიანები და თხოვნი იქნა ყველა კანონის მოთხოვნების ყველა ნორმის დაცვით. ნაწილი შეიძლება ვიღაცას ხელი ხონდეს მეთოდი, შეიძლება. და რა კრიტერიუმი რა არის, იმიტომ რომ ყველა აღმოჩნდა პეტიციაზე ხელმომწერი. არასწორი ინფორმაცია თქვენ. თავდაცვის სამინისტროში რეპრესიების დაწყების შემდეგ ახლა უკვე ღიად საუბრობენ ექსპერტულ წრეებში იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ და ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრმა ღიად და პირდაპირ გამოუცხადა დემარში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რადგან სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუსტად ის თანამშრომლები, რომლებმაც ღიად გამოხატეს პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ძირითადად ამ ეტაპზე ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლების გათავისუფლება. ეს ის სწორედ ის დეპარტამენტია, საიდანაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი აი ამ პეტიციას. აქვე გვაქვს პრინციპში გარკვეულ დემარშთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება აქვს მიღებული საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში, სწორედ ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით. და ეს ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობდა იმას, რომ ამ შემთხვევაში ისინი აძლიერებდნენ თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას ეხმარებოდნენ რა პერსონალს პროფესიულ განვითარებაში, ხო? და ამ ფონზე თავდაცვის მინისტრი ათავისუფლებს ახლა ამ ხალხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უბრალოდ უგულებელყოფს იმ ძალისხმევას, რომელიც ჩვენო პარტნიორებმა ამ მიმართულებით გაწიეს. დღეს რაც ხდება, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც პოლიტიკური ლოიალობა გახდა მთავარი მიზანი, უკვე მათი კრიტერიუმი ადამიანებთან ურთიერთობაში, არა მათი პროფესიონალიზმი, არა პატრიოტიზმი, არა პოლიტიკური ლოიალობა. და ის ხალხი, ვინც არ არის და ითვლება, რომ არ არის 100%-იანად ლოიალური, მათი წმენდა ხდება ასე ვთქვათ, საჯარო სექტორიდან. სამწუხარო პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს ქართული ოცნება, თუ ეხა ქართული ოცნების ათასაური კავშირებიდან არ ხარ, ჩვეულებრივ კლანური სისტემა არის, მაშინ აუცილებლად მოვლენ. მაშინ, როდესაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობის კონსტიტუციური კურსის მხარდაჭერის პეტიციას ხელს აწერენ მოქალაქეები, რაც უშუალოდ მათი ვალდებულებაც გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა და ამის საპასუხოდ ისინი იღებენ დახურულ კარს უწყებიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ დღეს მოქალაქეებს ევნიან კონსტიტუციური კურსის მხარდაჭერისთვის. ეს არის რეპრესიები ირაკლი ჩიქოვანის სახელით იმ მინისტრის, რომელსაც თავი მოჰქონდა მედასავლეთით და რომელიც მუშაობდა ერთ დროს ნატოში წევრობაზე და ეხლა დასჯა თანამშრომლების ნატოში და ევროკავშირში წევრობის კურსის მხარდაჭერის გამო, ეს არის ჩვეულებრივი ის ბოლშევიკური მეთოდი, რომელსაც დღეს ივანიშვილი თავის ფულით და ძალაუფლების გადასარჩენად იყენებს. რეპრესიების დაწყების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან 9 ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა როგორც საჯარო წყაროებიდან ვიგებთ ინფორმაციას, გასაშვები ადამიანების სია საკმაოდ გრძელია. პირდაპირ ეთერში ანა მდივანი საუბრობდა, მადლობა ანა.